ვისაუბრუნდით ეთერში და განსაკუთრებით ყურადღებით ეკრანებთან უნდა მოკალათდეთ 6-დან 18 წლამდე ბავშვების და მოზარდების მშობლები, იმიტომ რომ ბავშვთა ფსიქოლოგიაზე უნდა ვისაუბროთ გადაცემის ამ ნაწილში. შეიძლება თქვენთვის ისევე როგორც ჩემთვის აღმოჩენა იყოს ის, რომ მანდატურის სამსახურთან არსებობს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი, რომლის მომსახურებაც არის სრულიად უფასო და ჩვენ დღევანდელობაში ეს ნამდვილად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ არანაირ რესურს მატერიალურს თქვენგან იქ მისვლას არ მოითხოვს და ჩვენი სტუმარია ნინი დარსაძე, ფსიქოლოგი, რომელიც სწორედ აი ამ ცენტრში საქმიანობს. მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენი მაყურებლისთვის ეს თემა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ფსიქოლოგიური დახმარება ვფიქრობ, რომ გვესაჭიროება ყველას და მთელი გადაცემა ავსაუბრობთ იმაზე, რა დონეზე მნიშვნელოვანია, რომ რაღაცაები ბავშვობიდან აღვიქვათ და ვისწავლოთ. რა სახის მომსახურებაზეა საუბარი პირველ რიგში ეს გითხარით და ვისთვის, მხოლოდ ბავშვებისთვის თუ შეიძლება რომ მათი ოჯახის წევრებიც ჩაერთონ ამ პროცესში. გამარჯობა, პირველ რიგში მოგესალმებით თქვენ და თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ესე იგი, ჩვენ ფსიქოსოციალურ მომსახურებას ვუწევთ 6-დან 18 წლამდე ასაკის ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს და მოთ ოჯახებს. რა თქმა უნდა, ბავშვთან მუშაობა უფრო ეფექტური არის და წარმოუდგენელიც კი არის ოჯახის წევრების და იმ ადამიანების ჩართვის გარეშე, რომლებიც ნამდვილად წვლილს იტანენ თან სერიოზულ წვლილს ბავშვების განვითარებაში. ნინი, ქცევითი ახსენე და მაინც უფრო დეტალურად და მაგალითები რო გითხრათ, რაში მდგომარეობს? როგორ უნდა მივხვდეთ? ხო, როგორ უნდა მივხვდეთ? ესე იგი, პირველ რიგში მნიშვნელოვანია განვასხვაოთ ერთმანეთისგან, როდის აქვს ნამდვილად ბავშვს ქცევის პრობლემა და როდის არის ბავშვი უბრალოდ ბედნიერი. სამწუხაროდ ხშირად ესე ხდება, რომ ბავშვი ხალისიანი არის, ბუნებრივია, თამაში უნდა კი და ზოგ მშობელს ეჩვენება ხოლმე ძალიან აქტიური, ჰიპერაქტიული, რეალურად ბავშვი არის ბავშვი, ბავშვი უნდა იყოს ესეთიც ხალისიანი, აქტიური და უფრო მეტად ალბათ მაშინ ხვდებით, რომ არის პრობლემა სერიოზული, როდესაც ბავშვის ქცევა ან საკუთარ თავს აზიანებს, ან აზიარებს გარშემომყოფებს და ამ შემთხვევაში უკვე სერიოზული ყურადღება არის საჭირო. აი, დაზიანება ახსენეთ და რასაც გულისხმობთ ამაში? დაზიანება შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი სახის, მაგალითად ერთ-ერთი ფიზიკური. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება და არა მხოლოდ ფიზიკური, მაგალითად სკოლაში შეიძლება იყოს ეს ბულინგის შემთხვევები, როდესაც ერთი ბავშვი მუდმივად ჩაგრავს მეორე ბავშვს და დაჩაგვრა შეიძლება სხვადასხვანაირად გამოიხატებოდეს. ეს შეიძლება იყოს რაღაც სასაცილო სახელების შერქმევა, შეიძლება იყოს უშუალოდ ფიზიკური შეხება, რომელიც მეორე ბავშვისთვის არ არის სასიამოვნო. და აქაც უნდა განვასხვაოთ, როდის არის სპეციალისტის ჩარევა და როდის იქვე ადგილზე შეიძლება პრობლემის მოგვარება. ხო, ზოგჯერ ბავშვები უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ ამით ვინმეს აზიანებენ. ალბათ ესე და უბრალოდ პირიქით ცუდია, რომ მაშინ ესეთი აქტიური როლი არ ენიჭებოდა ფსიქოლოგს. ამ შემთხვევაში შეიძლება ისევ არასწორად წავიდეთ და ვიფიქროთ, რომ მხოლოდ ბულინგის ანუ ძალადობის მსხვერპლს სჭირდება ფსიქოლოგი. ამ დროს რეალურად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დახმარება მოძალადისთვის, ხო? მოძალადე შეიძლება ცოტა ისეთი ნათქვამია უხეში, მაგრამ იმ ბავშვისთვის, ვინც შეიძლება თავისი გაცნობიერების გარეშე ჩაგრავს სხვას. კი, რა თქმა უნდა, ვინც ანხორციელებს ბულინგს, ზუსტად ისე სჭირდება დახმარება, როგორც ბავშვს, რომელიც არის ბულინგის მსხვერპლი. მაგრამ რა თქმა უნდა, ქცევის პრობლემებში ზოგადად ეს არ მოიაზრება. ქცევის პრობლემა შეიძლება იყოს დაკავშირებული ისეთ ყოველდღიურ საქმიანობებთან, როგორც შეიძლება იყოს, ანუ ყოველდღიური რუტინა რაც არის, მაგალითად, დილით ადრე ადგომა, ჩაცმა, სკოლისთვის მომზადება, გაკვეთილების მომზადება, კვება და ასე შემდეგ. ანუ ის რაღაც ყოველდღიური აუცილებელი ქცევები, რომელსაც თქვათ ბავშვი ვერ ანხორციელებს და მშობელსაც სჭირდება დახმარება იმისთვის, რომ სწორი მიდგომა ნინი, როდის არის განსაკუთრებულად საყურადღებო ბავშვის მდგომარეობა და ეს სწრაფი რეაგირება როდის უნდა მოხდეს? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვებს ნებისმიერ ასაკში. ბავშვი უნდა იყოს ხალისიანი, უნდა ფიქრობდეს მომავალზე, ვთქვათ, საგანგაშო შეიძლება იყოს, როდესაც არდადეგები უნდა მოახლოვდეს მალე და ბავშვმა დაიწყოს არდადეგებზე ფიქრი, გახდეს უფრო მეტად ხალისიანი, ზაფხული უხაროდეს, ვთქვათ, მეგობრებშიც საუბრობდეს იმაზე, რომ
ზაფხულში სადღაც აპირებს წასვლას და დასვენებას. თუ ამაზე არ საუბრობს ბავშვი, აგრეთვე თუ არის მუდმივად გულჩათხრობილი, არის მოწყენილი, განმარტოებით არის. აი სკოლაში წასვლა თუ არასდროს არ უნდა. ოღონდ ეს არ არის მხოლოდ სიზარმაცის ბრალი ვთქვათ და იმის რომ მეცადინეობა ეზარება. ანუ ამაში რაც შეიძლება ერთ-ერთი რომ ის უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, როცა ამზადებენ მაგალითად სკოლაში. კი, შეიძლება იქაური გარემო არ არის ბავშვისთვის კომფორტული და მას უფრო მეტად აქვს განსავითარებელი ის უნარები, რომლებიც დაეხმარება, რომ გაუმკლავდეს იმ სტრესს, რომელიც რეალურად, რა თქმა უნდა, სკოლაშიც არის. აი მე ძალიან მენიშნა ორი სიტყვა, რომელიც თქვენ თქვით, ეს არის მომავლის დაგეგმასთან დაკავშირებით, ხო? აქ რა შეიძლება, ანუ რა უნდა იფიქროს, იმიტომ რომ ძალიან მაშინებს ხოლმე ყოველთვის ესეთი ამბავი, იმიტომ რომ როცა პატარა ხარ, ყველაფერს უფრო მძაფრად აღიქვამ, ძალიან პატარა პრობლემა შეიძლება მოგეჩვენოს ძალიან დიდად და სახლში ნათქვამა ერთმა სიტყვამ შეიძლება გადაგვარჩინოს ხოლმე, მაგრამ ხანდახან ისე არის, რომ ბავშვი მშობელთან არ იმჩნევს ამ ყველაფერს, აი როგორ უნდა შევამჩნიოთ, იგივე ვთქვათ, ეს გარდა იმისა, რომ ზაფხულის არ დადეგებს არ ელოდება. ან რას გულისხმობს საერთოდ ეს მომავლის დაგეგმა ამ ასაკში. სამწუხაროდ, როგორც პოზიტიურად შეიძლება იმოქმედოს ნებისმიერმა ერთმა სიტყვამ, ანალოგიურად შეიძლება რაღაც ძალიან ფატალურ და საშინელ შედეგებამდე მიგვიყვანოს ნებისმიერი ადამიანის ერთმა სიტყვამ. ალბათ ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მოზარდებს, რადგან მოზარდობის პერიოდი ეს არის რაღაც გარდამავალი პერიოდი ბავშვობიდან მოზრდილობამდე და იმდენი ცვლილებები ხდება, როგორც აზროვნების, ისე სოციალური ცხოვრების დონეზე, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას უნდა ვანიჭებდეთ ნამდვილად ამ პერიოდს. შესაბამისად, ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მარტო იმას, რომ ბავშვი ვთქვათ მომავალს გეგმავს და იმზადება არდადეგებისთვის, არამედ ზოგადად უნდა დავაკვირდეთ, როგორ მიმდინარეობს მისი ყოველდღიური ცხოვრება. მაგალითად, დილით, როდესაც იღვიძებს, როგორ ხასიათზეა, ხო? დილიდან თუ სკოლაში ბავშვი მოვიდა გულჩათხრობილი და უკვე დილიდან, როდესაც ყველანი წესით მზად ვართ იმისთვის, რომ მთელი დღე რაღაც სასიამოვნო და ერთად გავატარო და თუ თავიდანვე უკვე ისეთი განწყობა არის, რომ სკოლაში ყოფნაც არ უნდა ბავშვს, ეს არის რა თქმა უნდა პრობლემა. თუ არავის არ ესაუბრება, არ ყავს საერთოდ მეგობრები, ძალიან ჩაკეტილი არის საკუთარ თავში. არ უხარია ისეთი რაღაცები, რაც ბავშვებს როგორც წესი ახარებთ. ინდიფერენტულია თითქოს ყველაფრის მიმართ და უემოციო. ნინი, მე მინდა ჩემი პირადი მაგალითი მოგიყვანო. ხა ჩემი შვილი არის 2 წლის და 3 თვის. და ისეთ ასაკში არის, ეხლა იწყებს ბევრი რაღაცის სწავლას, ეხლა უფრო ასე ვთქვათ, გამაიმუნებული არის და თავის თავზე ცდის ძალიან ბევრ რაღაცას. ნუ ახლა გიჟობებს არ აკეთებს, მაგრამ მე ვიცი რომ შემიძლია გავაკონტროლო ჩემი შვილი ამ ასაკში, იმიტომ რომ ეს არის ბუნებრივი, ეს არის თამდევი, ამას ვერ გავექცევით ვერავინ, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც დედა უბრალოდ ვეღარ უმკლავდება თავის საკუთარ შვილს, შეიძლება არ იყოს ამ პატარა ასაკში, თუნდაც 6-დან ვახსენეთ, ხო? არ უჯერებს მუდმივად არის ის, რომ შვილი დედას არ უჯერებს. ხო, სამწუხაროდ გამოსავალს პოულობენ, არსებობენ ესეთი მშობლები და ძალიან მრავლად არიან, როდესაც ძალადობით, ხელის დარტყმით, ვირილით და ესეთი მოპყრობით გამოსავალს პოულობენ. აი ამ შემთხვევაში, როდის შეიძლება უნდა მივმართოთ თუ არა ამ დროს ფსიქოლოგს, თუ შეიძლება დავიმორჩილოთ უბრალოდ საკუთარი ძალებით. ხო, უფრო მეტი ყურადღებით და უბრალოდ სხვა გზა გამონახოს ამ ყველაფერში. აი როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში მშობლებმა? რა თქმა უნდა, პირველ რიგში დაბადების პირველი დღიდანვე მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება მშობელს ბავშვის მიმართ და როგორ დაიწყებს მის გაზრდას. ანალოგიური დამოკიდებულება ექნება ბავშვს მშობლის მიმართ. რა თქმა უნდა, კავშირში არის ეს ყველაფერი ერთმანეთთან. პირველ რიგში მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ არ მომეწონა სიტყვა დამჯერი და დამორჩილება. ბავშვი არის თავისუფალი, ისევე როგორც ჩვენ ყველანი ვართ თავისუფლები. უბრალოდ ხშირად გვავიწყდება, რომ ბავშვს უბრალოდ ვეხმარებით გაზრდაში. ბავშვი უნდა იყოს თავისუფალი იმისთვის, რომ კარგად განვითარდეს და იმისთვის, რომ იყოს ბედნიერი. რა თქმა უნდა, ყოველად მიუღებელი არის დაკვირებაც, მიუღებელი არის და საერთოდ მით უმეტეს ხელით შეხება. იმ შემთხვევაში, თუ მაინც ვერ ხერხდება სხვანაირად ბავშვის ქცევის, ასე ვთქვათ, რაღაც ჩარჩოებში
ჩასმა ამ შემთხვევაში მაშინ სასურველი არის მშობელმა მიმართოს ფსიქოლოგს და ფსიქოლოგი აუცილებლად მისცემს რეკომენდაციებს, რომელიც დაეხმარება მას მომავალში ბავშვის ქცევის მართვაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აი 80% ალბათობით დაახლოებით ჩვენ აქამდეც რაღაც გავისაუბრეთ ამ თემაზე. ალბათობა არის იმისა, რომ თუ ადამიანი ბავშვობაში არის ძალადობის მსხვერპლი, მომავალში ისიც გახდება მოძალადე. ეს ყველაფერი რაც მითხარით, მცირეწლოვან ბავშვს თუ ეხება, ანუ თუნდაც ჩემი შვილის მიყვანა იმედი არ დამჭირდება. ანუ არაფერს ძალიან ჯიუტია. ამ შემთხვევაში არის მიზანშეწონილი, რომ ფსიქოლოგთან მიიყვანო და თუ კი რა შემთხვევაში აი ესეთ პატარა ასაკის ბავშვებთან ურთიერთობა როგორ შედგება და როგორ გრძელდება შემდეგ ვიზიტებზე? რა თქმა უნდა, შედგება, ურთიერთობა შედგება ისე, რომ ეს ყველაფერი დაემსგავსება თამაშის პროცესს. ბავშვს უნდა უხაროდეს აუცილებლად ფსიქოლოგთან მისვლა და ეს უნდა იყოს სახალისო პროცესი, მაგრამ დამერწმუნეთ, ძალიან დიდი წილი ამ ყველაფერში უკავია მშობელს და თუ მშობელი გაითვალისწინებს რეკომენდაციებს და თუ მშობელი თავისი მხრიდან ჩადებს მთელს თავის რესურსს ამა თუ იმ ქცევის გამოსასწორებლად, მაშინ ნამდვილად და ერთი მაგალითი რო გითხრათ რა შეიძლება იყოს, მაინტერესებს ძალიან, იმიტომ რომ მე მართლა ეხლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, ვაღიარებ, მე არ ვამბობ, რომ ვარ ძალიან ისეთი დედა, არა, რა თქმა უნდა, ტონ სამიწევია ძალიან ბევრჯერ და ხვდები, რომ ამ დროს ძალიან ვაზიანებ ჩემ თავს პირველ რიგში. შენ თვითონ არ გსიამოვნებს, რომ ამის გაკეთება ჩემ შულთან ერთად, რაც ძალიან არ მომწონს და ამიტომ მაქსიმალურად მინდა მივიღო ინფორმაცია თქვენგან, აი რა უნდა გავითვალისწინო მე დედა მშობელმა თქვენგან. პირველ რიგში აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, რომ დააკვირდეთ საკუთარ თავს. დიახ. რადგან ძალიან ხშირად ჩვენ გადამეტებულად აღვიქვავთ ბავშვის ამა თუ იმ ქცევას. გონია, რომ ძალიან ხშირად ანხორციელებს რაღაც არასასიამოვნო ქცევას და რეალურად ერთი დღის განმავლობაში თუ დავაკვირდებით, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს ასე არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია დააკვირდეთ, ხომ არ აკლია ბავშვს თქვენთან ყურადღება. იქნებ მისი ქცევები განპირობებული არის იმით, რომ ოღონდ როგორმე მიიქციოს ყურადღება. ოღონდ როგორმე ყურადღების ცენტრში მოექცეს, ბავშვი ხშირად არასასრულ ქცევებს ჩადის. პრინციპში ვიდრე საერთოდ ყურადღების მიღმა დარჩეს, ურჩევნია რაღაც მომენტში ვიღაცა თუნდაც უარყოფითად, მაგრამ მიიქცეს რამდენჯერ ყოფილა იცი როგორი შემთხვევა, როდესაც ეუბნები გააჩერდილილი არ გააკეთო, მაგრამ რა თქმა უნდა აკეთებს. მე ბოლოს მივხვდი, რომ უბრალოდ მივცე იმის საშუალება და გააკეთოს ის რაც უნდა, თუნდაც ის რომ რაღაცა ხელი და ბოლოს ამ დასკვნამდე. აი ცხელ ჩაიზეი, ცხელი, მაგრამ უნდა რომ მოკიდოს ხელი, მაგრამ ვეუბნები და ეს არის ცხელი, უბრალოდ მე მიუშვი, აი ვაკეთებინებ რაღაცებს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ცოტა ჩარჩოებში უნდა იყოს ჩასმული, ახლა რომ მიახლოს რაღაცა ისეთი არ ყველაფერზე ვერ იმას. ეს სწორი არის, მივცეთ საშუალება პატარებს რომ გააკეთონ რაღაც ნორმირებულად. კი, ბავშვებს უნდა მივცეთ საშუალება იმისიც, რომ დაუშვან შეცდომა. თუ შეცდომები არ დაუშვეს, მაშინ ვერ გაიზრდებიან და თქვენ შეიძლება ოჯახში შევქმნათ ყველანაირად დაცული გარემო, მაგრამ რეალობა რა არის? ის აუცილებლად მოხდება გარემოში და გარემოში აღარ იქნება უკვე ყველაფერი ისე იდეალურად, როგორც ოჯახში. და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, ახლა თქვენ ახსენეთ, რომ ვეუბნები, რომ აი არ გააკეთო, არ მიხვიდე ბავშვებთან სიტყვა აკრძალვა ზოგადად უნდა დავივიწყოთ. და პირიქით, გააკეთე, ისმის ხო გააკეთე, გატეხე, შესაბამისად ესე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მესიჯები ბავშვი ვარ. ბავშვი კი არა, დიდებიც ესე ვარ მე მგონი. აკრძალული ხილი ყოველთვის უფრო გემრიელი. ნინი, მე მინდა ერთი კითხვა ამოვიკითხო ჩვენ მამაყურებელმა მოგწერა. 9 წლის ბავშვს სკოლაში არც ერთი საგანი არ აინტერესებს, არ უნდა სწავლა. როგორ მოვიქცეთო 5 წლის შეიყვანეს სკოლაში, თან ძალიან დაბალი დონის სკოლა იყო და ვერ ასწავლის ვერაფერი. ახლა ნორმალურ სკოლაში მე-5 კლასის პროგრამას ვერ ეწევაო, არ უნდა მეცადინეობა, სულ იძახის, რა მინდა, რაში მჭირდება. აი ეს ძალიან საინტერესო შემთხვევა. აი ამ დროს შეიძლება მშობელმა ესეთი რამ გააკეთოს, რომ უთხრას ბავშვს, რომ არიარო, თუ არ გინდა არიარო. არა მგონია. აი შენი ის გაიხსენე ბაღში რო დადიოდი და რო არ დიდოდა. ბაღში არა, არც მივლია.
გივლია. არც გივლია. მე სწორი იყო? რა რამის მატყობ რა. ხო და აი ამასაც ხო, მაგრამ ბაღი ცოტა სხვა საკითხია, სკოლა უკვე ცოტა ვალდებულებებთან და პასუხისმგებლობებთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, თქვენ თვითონ ახსენეთ, რომ რაღაც ჩარჩოები უნდა არსებობდეს ქცევის, ხო? მაგრამ პირველ რიგში აუცილებელი არის გავარკვიოთ მიზეზები თუ რატო შეიძლება არ უნდოდეს ბავშვს სკოლაში მისვლა. ეს არის ძალიან შეიძლება სრულიად შესაძლებელია. იქიდან გამომდინარე, რომ სანამ ჩვენ რომელიმე პრობლემაზე დავიწყებთ ხოლმე მუშაობას, აუცილებლად ვაგროვებთ დეტალურად ინფორმაციას ბავშვის განვლილი ცხოვრების შესახებ. აქ იგულისხმება ისიც კი, ვთქვათ, როგორი ორსულობა ჰქონდა დედას, როგორი იყო მშობიარობა. აი წარმოიდგინეთ, მუცლიდანვე მოყოლებული ყველა ეს ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და გარკვეულ როლს თამაშობს შემდეგ მომავალში. ზოგადად, სავარაუდოდ რაღაც დასარეგულირებელი იქნება კომუნიკაცია მშობელს და ბავშვს შორის. ან მშობელი უნდა იყოს ავტორიტეტი, ანუ ავტორიტეტული აღზრდის სტილი არის ძალიან ეფექტური. შეიძლება სკოლაში წასვლა უხაროდეს კიდეც, მაგრამ იქ არ მიდიოდეს იმისთვის, რისთვისაც იდეაში უნდა დავდიოდეთ და ინტერესი არ ქონდეს არც ერთი საგნის მიმართ. შეიძლება გასაგებია რომ რაღაც საგანი მეტად დაინტერესებდეს რაღაც ნაკლებად, მაგრამ თუ აი სწავლა არ უნდა და ამას ესე გვეცხადებს რომ რაში მჭირდება სწავლა, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ამ მიზეზს. ესე უხეშად რომ ვთქვათ, სიზარმაცე არ არსებობს, არსებობს მოტივაციის არ არსებობა. შესაბამისად, თუ რაღაცის გაკეთება არ უნდა ადამიანს, ანუ არ უნდა ამ შემთხვევაში სწავლა, ესე იგი არ აქვს საკმარისი მოტივაცია იმისთვის, რომ ისწავლოს. ანუ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ როგორმე აუმაღლოთ ბავშვს მოტივაცია. მაგრამ მანამდე უნდა დავაზუსტოთ, როგორი გარემო არის სკოლაში. საინტერესოა, რატო არ უნდა გქონდეს მოტივაცია პირველ კლასელ ბავშვს, რომელიც მიდის პირველად სკოლაში? ამის ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. შეიძლება ის თვლიდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთა და ამ მნიშვნელოვანი მოქმედების შემდეგ მან არ მიიღო რაღაც წახალისება. აქ შეიძლება რაღაც სქემაც მოქმედებდეს, რომ თქვათ თუ ამას შეასრულებ კარგად რაღაცით, თუნდაც უმნიშვნელო საჩუქრით დაჯილდოვდები, შეიძლება დაგვეხმაროს ანუ. კი, ნამდვილად ეს ერთ-ერთი გზაც არის და ხერხიც იმისთვის, რომ ესა თუ ის ქცევა გავაუმჯობესოთ, ანუ ბავშვის ქცევა, როდესაც ჩამოყალიბებული გვაქვს, კარგად გვაქვს გარკვეული რა უყვარს ბავშვს და ამის საშუალებით რაღაც ცხრილები შეიძლება შედგეს, შეიძლება ის იყოს რაღაც სტიკერები ზუსტად და მე ამ სტიკერების გადაცვლა შეიძლება უფრო დიდ და რაღაც სასიამოვნო. აქ მგონია რომ ისიც ძალიან საყურადღებო, აი მაგალითად ხშირად დაობენ ხოლმე, ხო, იგივე პირველი კლასის მასალა უნდა იცოდეს თუ არა ბავშვმა როცა მიდის, ხო? ესეც ძალიან საინტერესო საკითხია, იმიტომ რომ შეიძლება წერა-კითხვა იცის, რასაც იმ დროს სწავლობენ სკოლაში, მისთვის უკვე უინტერესოა ის, რასაც თანაკლასელები აკეთებენ და ესეც აღმოჩნდეს ერთ-ერთი მიზეზი, არა? ხო, აქ რამდენიმე პრობლემა არის. ჯერ ერთი ის, რომ სკოლაში წასვლამდე ბავშვმა ბევრი უნდა ითამაშოს და თუ ჩვენ უკვე სკოლაში წასვლამდე ყველა ხო არ არის ესე დაწესებული, რომ 6 წლის ასაკში უნდა მივიდეს ბავშვი სკოლაში. ეს არის გამომდინარე მისი ასაკობრივი განვითარების თავისებურებებიდან. შესაბამისად, ხშირად სამწუხაროდ ასე ხდება, როდესაც სკოლაში შესვლამდე ბავშვმა უკვე კარგად იცის წერა და კითხვა და ხშირია ასეთ შემთხვევები, ხო? ასეთ დროს მე რა ხდება, ბავშვი მიდის სკოლაში, ერთი დღე, ორი დღე და უკვე სასწავლო პროგრამის ათვისებას რომ იწყებს, ატყობს რომ უი ეს არის ყველაფერი, რაც მე აქამდე ვიცი და გონია ამ შემდეგ პროგრამაზე იგივე სავარაუდოდ. ანუ შეიძლება პროგრამაზე აღარ ფიქრობ საერთოდ, მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენ რომ რაღაცა ძალიან კარგად იცით, მიხვედით რაღაც ტრენინგის გასავლელად დაჯექით და უსმენთ იმას, რაც ისედაც კარგად იცით. ინტერესი სრულფასოვნად არ ვასწავლოთ 6 წლამდე. მე მაინტერესებს თქვენ თუ დადიხართ სკოლებში და თუ ატარებთ ესეთ საჯარო ტრეინინგებს ჯგუფურად, ოღონდ რა თქმა უნდა, არა ინდივიდუალურად, არამედ მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ყველა ბავშვს უნდა ქონდეს ჯგუფური რაღაცა ესეთი ლექცია, რომ გაიგონ თუნდაც ბულინგის თვალსაზრისითაც, რაც ძალიან ხშირია. იმიტომ რომ დამატებითი ბულინგის მიზეზი შეიძლება გახდეს სწორედ ის, რომ ერთ-ერთი დადის ფსიქოლოგთან, წესით ყველამ უნდა იაროს, მაგრამ დანარჩენებმა განსხვავებულად ჩათვალონ, იმიტომ რომ მას სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება. ეს დამოკიდებული არის იმაზე, თუ როგორ მივაწოდებთ ზოგადად ამ ინფორმაციას ბავშვსაც.
და გარშემომყოფები როგორ აღიქვავენ ამას ყველაფერს, იმიტომ რომ ზოგადად ფსიქოლოგთან სიარული დღესდღეობით ძალიან პრესტიჟული არის და ეს საკმაოდ კარგ თანხებთანაც არის დაკავშირებული. ანუ პირიქით, თუ სწორად შევხედავთ და კარგი კუთხით შევხედავთ ამ ყველაფერს, ძალიან კარგი არის, როდესაც დადიხარ ფსიქოლოგთან. რაც შეეხება უშუალოდ ბავშვებთან მიმართებაში და ხო, წესით, როდესაც სკოლაში საჯარო ლექციები შეხვედრები ბავშვებთან პირველში ვიტყვი რომ კონფიდენციალური არის, როდესაც ფსიქოლოგთან მოდის ბავშვიც და მშობელი, ეს არის კონფიდენციალური და იქ თუ ბავშვებმა გაიგეს რომ ფსიქოლოგთან დადის, ეგეც ისე თვითონ ბავშვი თუ მოუყვებოდა და რა თქმა უნდა, ესეც არ არის მოუგვარებელი პრობლემა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვატარებთ ტრენინგებს, მაგალითად მასწავლებლებთან, კიდევ ბევრი ტრენინგი იგეგმება და ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად ცნობიერების ამაღლება ფსიქოლოგიასთან დაკავშირებულ მანდატურებთანაც მუშაობენ ფსიქოლოგები სავარაუდოდ, იმიტომ რომ მათაც აქვთ ხო შეხება ცენტრში გულისხმობ თვითონ. რა თქმა უნდა, კონსულტაციის სახით ჩვენ შეხება გვაქვს როგორც მშობლებთან, ისე მასწავლებლებთან, ისე მანდატურებთან. ყველას ვინც სკოლაში ურთიერთობს ერთმანეთთან. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული და ამისთვის აუცილებელი არის ყველა მხრიდან ჩავერთოთ და მაქსიმალურად დადებითი და კარგი წვლილი შევიტანოთ ბავშვის განვითარებაში. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო პასუხებისთვის. მოკლედ ყველას ვის თვლით რომ დახმარება გჭირდება თქვენ შვილს ფსიქოლოგი, შეგიძლიათ დღეიდან მიმართოთ უკვე მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს და რაც ყველაზე მთავარია და მნიშვნელოვანი, ეს არ არის დაკავშირებული არანაირ მატერიალურ ხარჯებთან, ესე რომ თამამად შეგიძლიათ მიაკითხოთ. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ კი შევისვენოთ და რა თქმა უნდა ჩვენი ტრადიციული ზოოკლუბი დაბრუნდება.